გამარჯობა, მე გიორგი ვარ, ეს კი two wheel ტესტის არხია. დღეს განხილვაში ყავს SIM Maxim TL 508. სანამ განხილვას დავიწყებთ ტესტ დრაივს და ნახავთ იმ ადგილს, სადაც მივდივართ, იქამდე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოტოციკლი ყავს გადასაღები და ვფიქრობ, რომ თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება. მოდი გავიაროთ ტექნიკური მონაცემები, მცირე ტექნიკური მონაცემები და მერე ვიზუალზე გადავიდეთ. SIM Maxim TL 508-ის წონა არის 223 კილოგრამი, აქვს 500 კუბატურიანი 2 ცილინდრიანი სითხით გაგრილებადი ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 45 ცხენის ძალას და 50 ნიუტონ-მეტრს, მაქსიმალური სიჩქარე კი 170 კმ/სთ-ია. წარმოებელი კი გვპირდება, რომ 13 ლიტრიანი ავზით შეუჩერებლად გავივლით 250 კმ/სთ. წინ და უკან გვაქვს 15-იანი დისკები Maxis-ის საბურავებით, წინ გათავსებულია 2 სამუხრუჭე დისკი, უკან 1, გვაქვს ABS-ი, traction control-ი, ამობრუნებული ჩანგლები, რითიც ძალიან რბილი ხდება ეს მოტოციკლის მართვა, საკმაოდ რბილია, მანევრულია, არ იგრძნობა საერთოდ წონა, კომფორტულია. ახლა გაჩვენებთ, მე ვარ 1.80 და გაჩვენებთ ჯდომის პოზიციას. მოკლედ მე ვარ 180 სანტიმეტრი, არც ისე მაღალი, მაგრამ არც ისე დაბალი. ესე იყოს, მოკლედ ესე დავაყენოთ და აი ეს ადგილი ძალიან კომფორტულია ჩემთვის ჯერ, მაგრამ აი ეს მინდა ნახოთ. ფეხი არის მთლიანად დასწორებული. ანუ ეს ძალიან დიდი კომფორტია. შეგვიძლია ასეც დავდოთ, შეგვიძლია ასეც დავდოთ, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი კომფორტი. პლუს მგზავრის კამი ძალიან კარგი ზომის არის, რბილია, ხელის მოსაკიდებიც აქვს და უკან გვაქვს რეკი, სადაც შეგვიძლია დამატებით კოფრიც დავამაგროთ. უბრალოდ რა კომფორტულია ამ სკუტერზე? არა, Maxis სკუტერზე ჯდომა. ეს არ არის სკუტერი. ამის მართვა, ჩემი აზრით, უფრო მოტოციკლთან არის მიახლოებული, ვიდრე სკუტერთან. მოკლედ, სანამ რაიც დავიწყებთ, ჩემი აზრი მინდა ვთქვა ამ სკუტერზე რა და ვიზუალურად განახოთ. უკნიდან დავიწყოთ. მოკლედ, გვაქვს ესეთი უცნაური სტოპ სიგნალი, აქ გვაქვს მოხოვის მაჩვენებლები, ესაც LED-ია, ულამაზესი მაყუჩი. ეს დეტალი არის პარკინგისთვის, ანუ როდესაც ჩამოვწევთ საისცენს, ჩვეულებრივად ადის პარკინგზე. მოკლედ, დაკიდების სისტემა არის რეგულირებადი, არის დამოუკიდებელი დაკიდების სისტემა, ანუ რას ნიშნავს? ხშირად სკუტერებში კი არა, უმეტეს სკუტერში გვაქვს ძრავზე მიმაგრებული საბურავი, ანუ დისკი. ამაში განსხვავებულად არის, ძრავი არის განთავსებული ზუსტად ცენტრში, შემდეგ აი ამ მაიატნიკით, ანუ სამაგრით გადმოეცემა უკანა საბურავს ჯაჭვით ძალა, შიგნით გვაქვს ღვედი და რის გამოც ძალიან რბილი ხდება ეს სკუტერი. ეხლა გვერდიდან გაჩვენებთ როგორ გამოიყურება, აი ესეთი არის გვერდიდან. წინ როგორც ვთქვი, გვაქვს 2 სამუხრუჭე დისკი და წინიდან ულამაზესი ფარი. LED განათებებით, აქაც, ყველგან LED განათება გვაქვს და მოხოვის მაჩვენებლებიც LED განათება. ვინშილდი არ არის მოძრავი, არის ფიქსირებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარისია, ძალიან მომეწონა, კარგად მუშაობს წვიმაშიც და ქარშიც. დეშბორდი გამოიყურება ასე, შეგვიძლია შევცვალოთ რაღაცეები. ინფორმატიულია საკმაოდ, რაც არის საჭირო, აბსოლუტურად ყველაფერი შეგვიძლია ვნახოთ. გვაქვს ღილაკი traction-ის გათიშვის სიგნალი, მოხოვის მაჩვენებლების ჩართვა-გამორთვა, შორი და ახლო ფარის ჩართვა-გამორთვა, ეს უკვე ნავიგაციის ღილაკებია, წინ გვაქვს პასღილაკი, აქეთ kill switch-ი გვაქვს. ეს არის ავარიულების ჩართვა-გამორთვა და დამქოქი ღილაკი. აქ უკვე რა გვაქვს? აქ გვაქვს, keyless-ია ეს, ჭკვიანი გასაღები აქვს. აი ასე გამოიყურება SIM-ის გასაღები. ეს საბარგულის გახსნა, აქედან უკვე გვაქვს პატარა სათავსოები. სადაც გვაქვს დამტენი, USB დამტენი. აქეთან მხარეს კი შეგვიძლია მექანიკურადაც გავაღოთ საბარგული. საბარგულში ბევრი რაღაცები მელაგი არ გაჩვენებთ, მაგრამ საკმაოდ დიდი საბარგული აქვს, მაგრამ თუ არ გეყოფათ ეს საბარგული, მაშინ შეგვიძლია ცალკე კიდე დაადგათ რაღაცა დიდი, რა თქმა უნდა, ჯივის საბარგული. ახლა მოусმინოთ ხმას.
მადლობა მინდა გადაუხადო მოპედ დეპოს, რომ მომცა შანსი ასეთი მაგარი ტექნიკა წამიყვანა სადაც მინდა და როგორც მინდა ისე გამეტესტა. როგორც იცით, ჩვენ პროექტს გვერდში უდგას Motoland, Bikeland და აწუყვე მოპედ დეპო. თუ აპირებ მოტოტექნიკის ეკიპირების ან აქსესუარების შეძენას და ელოდების შავპარასკევს საჭირო აღარ არის, იმიტომ რომ სამივე მაღაზიაში 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე დაგხვდება ძალიან მაგარი ფასდაკლებები. მის სამართები და ნომრები იქნება ქვემოთ. ახლა კი წავედით, ნახოთ უფლისციხე. მოდი, გაჩერდი, მოიცვენი. მოისვენე. გაიწია. ოთ. სულ გადმოყარე, იცი? მოკლედ არც წვიმს, არც მზეა. ნუ რაღაც შუალედში აქვს დაჭერილი ამინც რაღაცა, მაგრამ ამაზე მინდა ვთქვა, რომ აი უკომფორტულესია რა. ძალაც კარგი აქვს. კომფორტიც, მანევრი მომეწონა, აი ძალიან და მუხრუჭები არის სასწაული 10-დან 10 სიმს ამ მუხრუჭებისთვის. ეხლა გავჩერდით ყავას დალვეთ და გავაგრძელებთ უკვე გზას, ძალიან ცოტა გვაქვს დარჩენილი. ეს არის სასწაული ტექნიკა, მინდა ვთქვა, აი სასწაული ტექნიკა და ბოლოს ვისაუბრებ უკვე ჩემს აზრს ამაზე. ანუ რა მომეწონა, რა არ მომეწონა და ვისთვის არის ეს კონკრეტული მოდელი. მაგასაც გეტყვით აუცილებლად. და ფერი არ ამიღნიშნავს თავიდან. ნარდო გრეი არის მთლიანად და ულამაზესი ფერი. ასევე შავის შეძენა შეგიძლიათ მოპედ დეპოში და ლურჯი ფერის. მაგრამ ჩემი ფავორიტი ფერი მაინც ეს არის. წავედით. ბარო. რამაზია. თიელმა კარგად გაართვა გზას თავი, წვიმასაც, მზესაც, ქარსაც. ნუ ცოტა დაგვრჩა. მალე მივალთ უკვე უფლისციხეში. მოკლედ ჩამოვედით უფლისციხეში, მოვინახულეთ უფლისციხე. ნუ როგორც ყოველთვის საქართველოს ნებისმიერი ლოკაცია, სადაც არ უნდა მიხვიდე, ყველგან ლამაზია. ამ ულამაზეს ადგილას მინდა დავასრულო ეს ვიდეო და ჩემი აზრი ვთქვა ამ კონკრეტულ მოდელზე. ნუ ჩემი დასაწუნი არაფერი არ აქვს, იმიტომ რომ 73 წლიანი კომპანია SIMI თავის ფლაგმანს ფიზიკურად სუც ვერ გააკეთებდა. თავიდანვე ვიდეოში ვთქვი, რომ ჯდომის პოზიციაზე ძალიან მომეწონა, კომფორტულია. ანუ აი აქაც დადების შემთხვევაში ფეხის და აქაც, ანუ არ გეღლება ფეხი ფიზიკურად. აი ეს დეტალი, სკამზე რაც არის, ძალიან კარგია. ანუ აჩქარების დროს, გაჩერებაში ძალიან გეხმარება, რომ წინ და უკან არიარო. ეს მომეწონა. მუხრუჭებს რაც შეეხება, აი 10-დან 10. ნებისმიერ შემთხვევაში ამის მუხრუჭს უნდა ენდო. ტრექშენი, ნუ ჩვეულებრივად მუშაობს, ძალიან, ანუ ის არ მქონია, რომ რაღაც მოცურდა და ვერ იმუშავა ტრექშენმა ან რაიმე მსგავსი. ვიარე წვიმაშიც, ქარშიც, ძალიან სტაბილურია მაღალ სიჩქარეზე, დაახლოებით 150-160-ზე. ანუ სტაბილურად დგას, არც იქით გადადის, არც აქეთ გადმოდის ქარის შემთხვევაში, იმიტომ რომ არ გვაქვს აქ პატარა წონა, არის ძალიან დიდი სკუტერი, 223 კილო არის წონა, როგორც თავიდან ვთქვი. ეს არის მშრალი წონა, ნუ დატვირთული მასა უკვე სხვა არის. საბურავები საკმაოდ კარგია, ძალიან კარგად დგას გზაზე. სარკეებს აღნიშნავ, რომ იდეალურია. რავი, უფლისციხეში ვარ და უკან რო ვიხედები თბილისს ხედავ, ისეთი მაგარი სარკეები აქვს. ვინშილდმა იდეალურად იმუშავა. ასევე ძალიან მომეწონა სავარძელი, ანუ ჯერ ძალიან კომფორტულად იღება. ანუ უკანა მხარეს იღება და ძალიან დიდი სათავსო გვაქვს აქ, ბევრი რაღაცაები გვილაგია ახლა აქ, პლუს განათებაც გვაქვს. რაც შეეხება ახლა ამ სკუტერს, ამ სკუტერის შეძენას თქვენ შეძლებთ მოპედ დეპოსში. ამ ეტაპზე ძალიან კარგი ფასდაკლებებია ამ კონკრეტულ მოდელზე. მე
ვფიქრობ, რომ ეს მოდელი არის იმ ხალხისთვის, ვინც ეძებს ყოველდღიურად ქალაქში გადაადგილებისთვის ტრანსპორტს და არ უნდა პატარა სკუტერი, უნდა დიდი სკუტერი, რომლითაც იჯდება კომფორტულად, ძალა ექნება, ასევე თავისუფალ დროს, შაბათ-კვირას ქალაქგარეთ მოუნდება სიარული, მათთვის არის იდეალური ვარიანტი. მოკლედ რო გითხრათ, ეს მოდელი ახალი, რაც ღირს ამ ფასში უკონკურენტოა ჩემთვის, იმიტომ რომ პრემიუმ მოდელია ჯერ, პრემიუმ მასალებით არის მთლიანად დამზადებული. პლუს სიმძიმის ცენტრი აქვს ქვემოთ და ცენტრში. ეს იმას ნიშნავს, რომ 50-50-ზე გვაქვს სიმძიმის ცენტრი გადანაწილებული და სტაბილურობას ხაზს უსვავს ეს ყველაფერი. მინდა გადაუხადო მოპედეპოს, ეს უმაგრესი ტექნიკა გამეტესტა მე როგორც მინდოდა, რა პირობებშიც მინდოდა. ასევე შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს გათამაშება, თამაშდება ძალიან მაგარი GMC-ის ჩაფხუტი, აუცილებელია გამომიწეროთ და წინა ვიდეოზე MTX-ის და Manis-ის ვიდეო რომელიც არის, კომენტარებში დაწეროთ ნებისმიერი რაღაცა. 500 გამომწერზე რენდომაიზერით აირჩევა ერთი ადამიანი და გადაეცემა საჩუქრად. მოკლედ, ამ ტექნიკას ჩემგან 10-დან 10, ჩვეულებრივად 10-დან 10 იმდენად მომეწონა და შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, იმიტომ რომ გელოდება წინ ძალიან ბევრი რაღაცა, ძალიან ბევრი ტექნიკა. ასევე თუ სხვა ნებისმიერ სიმის, ზონტესის, CF-ის, კოვე, ბენდა, აი ნებისმიერი მოდელი რაც გაინტერესებთ, დაწერეთ და მე იმას აუცილებლად გადავიღებ. ნახვამდის.